რას ფიქრობს თქვენზე? ეს თემა ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ფიქრობს, რომ პრობლემური იშვიათი კავშირი გაქვთ. მისი პრაგმატული და თქვენი ზედმეტად დომინანტი ხასიათის გამო. ძალიან დაღლილები უნდა იყოთ ცხოვრებისგან, რომ ერთმანეთის ატანა შეძლოთ. ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ უნარი, შესაბამისი ნიადაგი შექმნათ ადამიანისთვის იმ დონეზე, რომ მოტივაცია მუდამ ჰქონდეს წინსვლის. Შეიძლება იყოთ მისი ყველაზე დიდი მეგობარი. გვერდში მდგომი, მისი მესაიდუმლე, ნდობით სავსე პირი. თქვენი გონების მეშვეობით მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეგიძლიათ, მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. აქ რაღაც პრობლემა არის, რომელიც გარემოს ზეგავლენით აქვს, რას იტყვიან სხვები. კარგად რომ განმარტო, როცა წყვილში მაგალითად ასაკობრივი სხვაობა არის, ან რელიგიური, ან ეროვნული, თუნდაც ერთი დაუქორწინებელია, მეორეს შვილი ან შვილები ჰყავს უკვე. ანუ საზოგადოებრივი ჩარჩოები, ამაშია მისი ხედვები მოქცეული. რაღაც მისი აზრით ხელს უშლის თქვენთან სტაბილურად ყოფნას. სხვა შემთხვევაში ორივეს გიყვართ კომფორტი, ფული, ფუფუნების საგნები, წესრიგი, რაც მშვენიერი საშუალებაა შექმნათ კარგი კომბინაცია. მისი ემოციური სიცივეც დაიხრევდა უკან, რადგან ისე ტაქტიანად შეგიძლიათ მისი მართვა, თავად რომ აზრზეც ვერ მოვა. ფიქრობს ასევე, რომ ხშირად გაგირბით იმ დაბრკოლებების გამო, რაც რაღაც შეუფერებელს ქმნის თქვენს კავშირში და ეს მისი ოჯახი, გარემო და მთლიანად საზოგადოებრივი აზრია. აი ამაშია ყველაფერი მოქცეული, ანუ პრობლემა, რაც შეიძლება რომ იყოს თქვენ შორის, არის ის განსხვავება, რომელიც ქმნის შეუფერებელ წყვილს ერთ-ერთი მათგანის მხრიდან. და აი აქ უკვე რაღაც საქანელა მდგომარეობას ქმნის, გარბის, ჩერდება, აპაუზებს, მერე მორბის. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ ნომერზე 597-1673-53 WhatsApp-ზე. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ. უბრალოდ მომწერეთ და გიპასუხებთ, არ არის პრობლემა.